მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ქართველებო. საკმაოდ დიდი ამბები არის საყველში და საუბარი მაქვს კულტურის მინისტრ თიკა რუხაძის გადადგომასთან დაკავშირებით. მე რამდენადაც ვიცი, მისი დაინტერესებულია პროკურატურა და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დიდი ალბათობით დადგება. არ არის გამორიცხული იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხიც ვიხილოთ ჩვენ, რომელი ადამიანის პროტეჟე იყო ქალბატონი თიკა რუხაძისი. მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ იყო მისი პროტეჟე, ვინ ლობირებდა ქალბატონ თიკა რუხაძეს და ყველაფერი გაირკვევა. ყველაფერი გაირკვევა უახლოეს ხანში. უბრალოდ რა მაოცებს იცით? ესე იგი, ადამიანები ხარობენ ისე ამ მინისტრის გადადგომით, რომ თითქოს თასების თასი აიღო თბილისის დინამოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რო გავედით, ის სიხარული იყოს. ისე არიან გახარებულები. როგორ უნდა შეაზიზღო ესე ადამიანმა თავი ქვეყანას, რომ ესე ძულდე ყველას. არადა ეხა ეს ქალი არ იყო არც პოლიტიკური ფიგურა, არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი, რომ ასეთი რამ რაღაცა სიძულვილი და ასეთი რაღაცა დაეტოვებინოს. იყო რაღაცა ისეთი სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც თვალში არ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ გამაღიზიანებელი იყო ამ ქალბატონის ყველა თითეული განცხადება. ესე იგი, ცდილობდა რომ თავი წარმოეჩინა რაღაცა ძალიან პრადვინუტად, ძალიან დიდ ესე იგი ბაგაჟის მქონე ადამიანად. არ ვიცი, საქართველოს კულტურის მინისტრი იქცეოდა როგორც ყველაზე უკულტურო მინისტრი, გამოდიოდა და ლაპარაკობდა რაღაც სლენგით, უცხო ტერმინოლოგიით, უცხო სიტყვების გამოყენებით, თითქოს ქართული ენა არ იყოს ის ენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება გადმოსცე რაც გინდა, რაღაც ღარიბი ენა გქონდეს ვითომ ჩვენ და ამით უპატივცემულობას გამოხატავდა ჩვენი ენისადმი და რეალურად ადასტურებდა ვითომ თავის პროამერიკელობას, პროევროპულობას, რომ მე ესეთი მაგარი ვარ, უცხო ენა ვიცი. ესენი ხო ესეთი პრიმიტიული აზროვნების მქონე ადამიანები არიან, რომ მხოლოდ მათ გონიათ რაღაცა კომპიუტერის ცოდნა და ინგლისურის ცოდნა, ეს არის მწვერვალი და ამიტომაც არის რომ სააკაშვილის დროს რო დაიწყო ეს ყველაფერი ეხლაც გარკვეულწილად გრძელდება. მახსოვს მე პროკურატურის რიგებში როდესაც ვიყავი, მაშინ ადეიშვილი იყო და ესე იგი 10 წუთში ვინც ვერ დაბეჭდავდა ერთ თაბახ ფურცელს რაღაცა დროის განმავლობაში, მე კიდე ერთხელ აძლევდნენ შანსს და მე შეიძლება მე უკვე სამსახურიდან უშვებდნენ და თქვენ კარგად იცით რომ ახალგაზრდებმა აუღეს და იყო იქ ადამიანები, რომლებიც მაგალითად ხანში შესული ადამიანები და ეხა უჭირდათ ეს ყველაფერი და ანუ საერთოდაც არ იყო საჭირო სიმართლე რო გითხრათ, ეხლა ესე რაღაცა დროში ბეჭდავები ყველა პროკურატურაში იყო და ანუ ისეც ადამიანი რაღაცნაირად მოახერხებდა დაბეჭდას რაღაცა ის რო არ ჩაურთო წამზომი და მაშინ დაიწყო ეს რაღაცა ინგლისური ისა და რაღაცა და ეხა ეს ქალბატონი ცდილობდა რომ რაღაცა ამ კუთხით იმას რა რითი დაგვამახსოვრა ამ ქალბატონმა თავი ერთი გეკითხებით. გელათი ჩამოიშალა ჩვენი უნიკალური ძეგლი, ავიცი მე ფრესკები დაზიანდა, თქვენ კარგად იცით რომ სავალალო მდგომარეობაში ასევე სხვა კულტურული ძეგლები და უამრავი საკითხი, რომელიც ასევე დაკავშირებული იყო კულტურის საკითხებთან, ეს ქალბატონი იყო ამ ყველაფრის მიღმა. ესე იგი, ის პიონერთა სასახლე დიდი ზარზმით გახსნა, ვითომ მისი გაკეთებული ყოფილიყოს ეს სახელმწიფოს დახარჯული ფული არის. და მე მინდა ამ ხალხს მინდა უთხრა, რომ მოხსნიან და მერე რო დაიწყებთ ლანძღვას. აქამდე ვერ ხვდებოდით ვინ იყო. ეს არის
ეს არის აი იმ ადამიანების ფარისევლური სახე, როდესაც იციან რომ ადამიანი აშავებს, იციან რომ ეს სამსახურის თან შეუსამამოა ესა თუ ის პერსონა, მაგრამ მაინც აქებენ, ადიდებენ და მერე რომ მოხსნიან, მერე დაიწყებენ ჩაწიხლას. და ეს ელის ძალიან ბევრ მაღალ თანამდებობის პირსაც. ძალიან უგიხარიათ ეხლა რომ ვიღაცები ტაშ გიკრავენ, იმიტომ რომ მოვა დრო და ვინც ის ტაშ გიკრავთ და ვინც ესე ბოდიში და ხვევნაკოცნით გეგებებათ, აი ეს პირველი იქნება რომ იუდას ამბორივით გაკყიდის რა. ამის დასტურია ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც ჩვენ ხედავდით როგორ ესე იგი სიმღერებს უძღვნიდნენ, როგორ ცეკვავდნენ, როგორ თამაშობდნენ, როგორ ესე იგი ხელში აყავდათ და როგორც კი გამოცხადდა რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში მიეცდნენ იმ წუთასვე ერთი მეორის მიყოლებით ჩლიდნენ სურათებს გადაღებულს. ეხლა თიკარუხაძესთან გადაღებული სურათები ვისაც აქვს მოგიწევთ იმის წაშლა. და მე როგორც ვატყობ ეს თიკარუხაძის გადადგომა არის ერთ-ერთი პატარა ნაპერწკალი, რომელიც იქნება საწყისი იმისა, რომ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება საქართველოს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი დაჭერებიც იქნება როგორც ამბობენ და ამას ამბობენ თვითონ ხელისუფლების პროპაგანდისტები, PR სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიან ამას სცენაზე და ჩვენ ყოველდღურად ხედავთ მათ. და ერთი რამე არის უკვე, იცით, ქვეყანა დაიღალა ამდენი კარუსელით და ამდენი დაჭერებით, ამდენი მოხსნით, ამდენი იმითი, არ ვიცი ხა არის უდიდესი ქვეყნები, უდიდესი რაღაცა სახელმწიფოები, რომლებიც რაღაცა 5-10 წელიწადში ერთხელ ცვლიან მინისტრს და პრეზიდენტებიც კიდე უბრალოდ ისე იცვლებიან და პრემიერები რომ რაღაცა ვადა რო გადის და ჩვენ ვადას ვინაცვლის, აი ესე მივეჩვიეთ და უკვე ამიტომაც არის რომ ქვეყნის ლიდერების მიმართაც და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართაც, როდესაც ვიზიტები არის, არ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ იმიტომ რომ ხა როდესაც ერთ თვეში ერთი მინისტრი ჩავა უცხოეთში და მეორეში მეორე მინისტრი ჩავა, რაღაცა ეს ცოტა არ იყოს, არის ღიმილის მომგვრელი და ცოტა არ იყოს არასერიოზულია, იმიტომ რომ რა ვიცი ხა ამ ქვეყანაში არის მე მგონი პროფესიონალები, რომლებიც შეიძლება რომ ჩვენ დავნიშნოთ და თანამდებობაზე დავამწევთ. ხა არ ვიცი იცით პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც საზოგადოება იცნობს და ვისაც რამე გაუკეთებიათ. ეს ქვეყანა არ არის რაღაცა კომპანია და არ არის რაღაცა ფირმა, სადაც ადამიანი აიყვანო, გასაუბრებით აიყვანო რაღაცა სივით რომ მოგეწონს ან არ მოგწონს და ამის გადაწყვიტო მისი ბედი. ეს არ შეიძლება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაღაცნაირად რაღაცა გარკვეული შესაძლებელი არის. და რაც შეეხება ამ ცვლილებების შემდგომ ცვლილებებს და შემდგომ განხორციელებულ მოვლენებს, მე ვფიქრობ ძალიან მტკივნეული იქნება ძალიან ბევრისთვის ეს და არ არის გამორიცხული კიდევ რომ აი ამ ცვლილებებმა საფუძველი დაუდოს იმას, რომ რაღაცა შეიძლება გარკვეული გადახედვებიც მოხდეს სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოტანილი იქნა ადრე განაჩენები და ადამიანები პასუხისგებაში მიეცნენ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული ამისკენ მიდის სიტუაცია, იმიტომ რომ როდესაც ისჯება ადამიანები, რომლებიც მეორე რაღაცა იმ გარკვეულ ჯგუფის ადამიანებს მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ, შემდგომში რეაბილიტაცია ხდება და ეს უამრავ ქვეყანაში მოხდა, რა ჩვენ ვიცით მაგალითად, რომ საბჭოთა ეპოქაში იყო, როდესაც ეჟოვისა და იაგოდას რეპრესირებულმა ადამიანებმა შემდგომში რეაბილიტაცია მოახდინეს თავიანთი პერსონების და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. და არ ვიცი ახლა ქართველი ეჟოვი და იაგოდას რეალურად რეპრესირებულები თუ მოახდენენ თავის რენომეს აღდგენას, ეს ჩემთვის უცნობია. ფაქტი ერთია, რომ ჩვენს ირგვლივ სიტუაცია, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ საკმაოდ იცვლება და უკვე
რაღაცა გზას უნდა დავადგეთ, რაღაცა კურსი უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ უკვე ჩვენ ვხედავთ ამერიკის საელჩოს განცხადება იყო რომ რაღაცა ის Facebook-ის სტატუსებს რო ამოწმებს იმაზე იმ სტრუქტურაზე რაღაცა უარყოფითი განცხადება გაკეთდა შემდგომ რაღაცა ყულევის ტერმინალს ყვითელი ბარათი უჩვენეს შემდგომ ჩვენ დავინახეთ რომ ასევე ცოტა მკაცრი შეფასებები იყო თავად ხელისუფლების მიმართ იმავდროულად დუროვი რომელიც იყო ჩამოსული ტელეგრამის დამფუძნებელი ფლობელი რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მასზე და ეს დუროვი იყო საქართველოში ჩამოსული კარგად იცით თქვენ ყველაფერი ეს ერთიანობაში რაღაცას უხერხულობაში აყენებს ჩვენს ხელისუფლებას იმიტომ რომ იქით ამერიკელები ჩვენ ცოტა არ იყოს პრობლემებს გვიქნიან უკვე აქედან უკვე ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ხელისუფლება დუროვი როგორც რაღაცა ისე დიდი პერსონა მიიღეს ნუ დაბალ რგოლის წარმომადგენლებმა პარლამენტის დეპუტატებმა ეს არის ეროვნული ბანკის დეპუტატის შვილის მიერ მიღებული, ასე თუ ისე ეს კაცი ხელისუფლების დეპუტატია და კითხვის ნიშნები ალბათ ამაზეც გაჩნდება და უკვე ისეთი მდგომარეობა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეს. აი როგორც სომხეთ თხოვენ ჩამოყალიბებას რუსეთის ხელისუფლებამ თხოვა რომ ჩაატაროს რეფერენდუმი საითმიდის ევრაზიულ კავშირისკენ თუ ევროკავშირისკენ ეს ქვეყანა, ასევე ჩვენც ალბათ მოგთხოვენ უკვე საით მივდივართ ჩვენ, იქით მივდივართ, აქით მივდივართ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ეხლა ესეთი შუაშისტური პოზიცია გვაქვს, ეგრე არ აწყობს არც ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მე ვფიქრობ ზეწოლის შედეგია ის რომ ანაკლიის სპორტ ჩამოცილდა ჩინელები, იმიტომ რომ ამერიკას არ აწყობდა ჩინეთის მიერ პორტის მშენებლობა და ამის შედეგია ის რომ შემდგომში ხელისუფლებამ აიღო თავის თავზე ამ პორტის მშენებლობა ასევე ამერიკის გარკვეული მოთხოვნის შედეგად გადაიხედოს შეიძლება სხვა ბევრი მიმართულებები თქვენ კარგად იცით რომ მე ყველა გადაცემაში ვლაპარაკობ გულბაათ ცხილაძეზე და გულბაათ ცხილაძის დაკავებაც და დაპატიმრებაც და ციხეში გაშვებაც არის აგრეთვე ამერიკის ერთგვარი გულის მოგების მცდელობა, იმიტომ რომ მათ უნდა დაანახონ რომ ამერიკელებს რომ ესე იგი ჩვენ ვებძვით პრორუსებს და თითქოს პრორუსებს ეგრეთ წოდებულ ალევში და არავითარი პრორუსი არ ყოფილა გულბაათ ცხილაძე იყო ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მომუშავე ადამიანები და ესენი ასე ვინც მუშაობს ყველას პრორუსს ეძახიან სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის მოგვიწევს ცვლილება სტრატეგიული გეოპოლიტიკის და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. არ გამოვა მეგობრებო ისე რომ არც იქითაც ვიყოთ, აქითაც ვიყოთ, ბევრი აი პოლიტიკოსი ამბობს რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ნეიტრალური, ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაცა ბალანსირების პოლიტიკა უნდა ვაწარმოთ. აი მაგ ბალანსირების და შუაშისტობის პოლიტიკამ დაღუპა ეს ქვეყანა, რომელსაც შევარდნაძე აწარმოებდა. შევარდნაძის ლეკვები არიან დღეს პოლიტიკურ ორბიტაზე და ამიტომაც ლაპარაკობენ ამ ნეიტრალიტეტზე და ამ რაღაცა შუაშისტურ პოზიციაზე. ნეიტრალიტეტს იჩენს ის ქვეყანა, რომელსაც ესე იგი აქვს წონა აქვს გარკვეული გავლენა მსოფლიოზე და თან მსოფლიოს თან ხდება რომ ნეიტრალური უნდა იყოს ესა თუ ის ქვეყანა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად შვეიცარია თუ არ ნეიტრალური მსოფლიო შეთანხმდა იმაზე რომ შვეიცარია ყოფილიყო ნეიტრალური. თორე ეხლა ესე არ არის მე მინდა ნეიტრალური ვიყო და ასე შენს ნებასურბელზე არ ხდება. ისევე როგორც ეხლა მაგალითად ეხლა სომხეთი იქაც მინდა, აქაც მინდა ვიყო, ეგრე არ გამოვა. ეხლა რუსეთიც ეუნება ჩამოყალიბდი, თავად ევროკავშირიც უკვე აწვევა რომ ეუნება რომ რუსეთის გავლენისგან განთავისუფლდი და ამ რუსული სივრცისგან განთავისუფლდი თავის მხრივ. აი ეს ევროკავშირიც ხედავთ ალბათ რა პოლიტიკას აწარმოებს რომ ესე იგი ეხლა
ეხლა რატო არის რომ ვაჭრობს ეს პაშინიანი რუსეთთან, იმიტომ რომ ვერ შედის ის პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე ისეთი რაოდენობით, როგორიც უნდა შევიდეს, ამავდროულად რუსული ბაზრიდან ხდება სომხური პროდუქციის გამოდევნა და ეხლა ეს კავკასმა არ იცის რა ქნა, საით წავიდეს ის, რასაც ელოდა ვერ მიიღო ევროკავშირისგან, ამიტომაც არის რომ პუტინთან გარკვეულ ის რაღაცა აწარმოებს გაუგებარ პოლიტიკას და ეს გაუგებარი პოლიტიკა რა თქმა უნდა მოსკოვში ამას არავინ არ დათანხმდება და არც არავინ ამას არ შეეგუება, ამიტომ დღეს არის ასე თუ ისე მცირე გარკვეული ლავირებები, ანუ რაღაცა ისეთი ზეწოლა და ისეთი აი მკაცრი ხელი ჯერ სომხეთს არ მოხვედრია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აცლიან და თუ კი ისინი არ ჩამოყალიბდებიან, შემდგომში უფრო მკაცრ შეფასებებს მიიღებენ და მკაც გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ სომხური დიასპორა არის ძალიან ძლიერი რუსეთში და ფაქტობრივად ყველა რეგიონში დღეს ახლა პრინციპში რო ავიღოთ ახლა რუსეთი, აი უცხოელი მიგრანტების მიმართულებით პირველ ადგილზე ალბათ სომხები იქნებიან შესაძლოა, იმიტომ რომ უკრაინელების მერე ალბათ, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ სომხეთს ძალიან დიდი დიასპორა ყავს და უკრაინელებიც რა თქმა უნდა ბევრი არიან და ამიტომ ეს დიასპორა არის ყველგან, პოლიტიკაშიც, შოუ-ბიზნესშიც, ბიზნესში და მათ იციან როგორ იმუშაონ რუსეთის ხელისუფლებასთან და შერწყმული არიან რუსეთის ხელისუფლებასთან. პროპაგანდისტებიც კი, მთავარი პროპაგანდისტებიც კი უშუალოდ სომხები არიან. ეხლა მარგარიტა სიმონიანი არის Russia Today-ის და სპუტნიკის, რომელიც სპუტნიკი შედის Russia Today-ში, ხელმძღვანელი, რომელიც იქამდეც კი მივიდა რომ აი ამ პაშინიანის გადაწყვეტილებებით აღშფოთა რომ ერთხელ თქვა რომ მეო ჩემა და მითხრაო რომ მოდი გვარი ხო არ შევიცვალოთო და მან თქვა რომ ჩვენ კი არა პაშინიანმა შეიცვალოს პაშინიანმა რომელიც ეფენდად მოიხსენიებს მარგარიტა სიმონიანი და ამიტომ ვინაიდან სომხებს ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთის ხელისუფლებაზე ესეთი ჯერჯერობით მკაცრი ხელი არ მოხვედრია სომხებს მაგრამ თუ ისინი ახლა ევრაზიულ კავშირში გამოსვლას გადაწყვიტავენ, რა თქმა უნდა, უკვე სომხეთი იგრძნობს უკვე სუსხს რუსეთისგან ფასებში ენერგომატარებლების მიმართულებით და ჩვენ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ თუ კი ესეთი მოხდება ძალიან კარგი შანსი გვიჩნდება რუსეთთან ის როლი შევასრულოთ რაც ადრე ქონდა მაგალითად სომხეთს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 40 ტონა ენერგო რაღაც გარკვეული მატარებლებისათვის აღჭურვი მატარებლების მიმართულებით აი რაღაცა ისეთი ტვირთი გადასცა რომლებიც აი ემსახურება ენერგომატარებლებს უკრაინაში ეს არის სპეციალური ტვირთი ეს არ არის იარაღი ეს არ არის შეერაღება მაგრამ განკუთვნილია ენერგომატარებლებისათვის ანუ პირდაპირ აი ელექტროენერგიის მიღებისა სხვა მიმართულებით ესეც რაღაცა უკვე ღია მხარდაჭერას ემსგავსება რა თქმა უნდა ეს ნამდვილად არ სიამოვნებს რუსეთს მაგრამ დღეს რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია რომ მას ცოტა ლავირება უწევს პოზიციებში და აქედან გამომდინარე ის ხისტი დამოკიდებულება აზერბაიჯანთან არ იგრძნობა იმიტომ რომ უფრთხილდება ურთიერთობებს დღეს ომშია ჩართული დღეს კარგად იცით რუსეთი თავის მხრივ ჩვენ ვხედავთ რომ ბევრი საუბარი მიდის არჩევნების წინ რომ შეიძლება არჩევნების შემდგომ საყოველთაო სახალხო მობილიზაცია გამოცხადდეს და გაიწვიონ ჯარში ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და დღეს რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალი რანგის პირმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა განცხადება რომ არავითარი აუცილებლობა არ არის ამ მობილიზაციის მაგრამ კაცმა არ იცის რა იქნება მომავალში ძალიან აქტიურად მაინც დაწყებს აყენებს რუსეთს უკრაინელები აი რიაზანში აფეთქდა ახლა ვაილსბერსის საწყობი კურს პერმში მოხდა დაზიანებები თავის მხრივ რასაკვირველია რუსეთი წინ მიიწევს 3 დასახლებული პუნქტი იქნა განთავისუფლებული და მე ვფიქრობ რომ ეს ომი ნამდვილად
არ დასრულდება, როგორც ჩვენ არჩევნების წინ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ გვეუბნებოდნენ, რომ აი ეხა მორჩება ომი, მალე და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სხვანაირად და რაღაც არ მორჩება ეს ომი პირიქით ახალ ფაზაში გადაიზრდება. ეხა ლიტვას მაგალითად ლიტვაში გერმანელებმა შეიყვანეს მძიმე ტექნიკა, მიდის წრთვნები, მიდის ყოველდღიური წრთვნები და ისინი რაღაც გარკვეული დიდი ომისთვის ემზადებიან პირდაპირ გითხრათ. აქ უბრალოდ როდის გაისვრიან და როდის დაიწყება ღია ომი ევროპასა და რუსეთს შორის, ეგ არის დროის საკითხი, თორე ეს ომი არის გარდაუვალი, მეგობრებო, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, რომ თუ რუსეთმა თავად იმ ქვეყნებს არ დაარტყა, საიდანაც იღებენ შეერაღებას ეს უკრაინის არმია, ისე ეს ვერ მორჩება, იმიტომ რომ იგივე ხა მე აი მარგარიტა სიმონიანის სიტყვებს მოვიშველიებ, მან თქვა, რომ დღეს აი ერთ-ერთი ევროპელი ჟურნალისტი იყო და უთხრა, ჩვენ შემოვედით თქვენთან ტანკებით, ჩვენ შემოვედით თქვენთან დრონებით და თვითმფრინავებით, ჩვენ შემოვედით თქვენთან, ესე იგი, ფულით და იმ სახსრებით, რომ გაგვეგძლიერებინა თქვენი მოწინააღმდეგეები და თქვენ რატო შემოდიხარ თქვენი შეერაღებით, დრონებით, აღჭურვილობით ჩვენ ტერიტორიაზეო და ჩვენ ხო ვნახეთ ეს, რომ ისინი შევიდნენ, მათი გაწვრთნილი არმიის წარმომადგენლები იყვნენ კურსკში და მათი გაწვრთნილი შეერაღებული ძალები მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ. ანუ დღეს ევროპა მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი არ მოქმედებს ევროპის წინააღმდეგ, ისინი ესხმიან თავს. და ამიტომაც ეხლა რუსეთი სადამდე მოითმეს ამ ყველაფერს, თქვენ ეხლა როდემდე შეიძლება შეეგუოს რუსეთის ხელისუფლება აი ამ დარტყმებს, აი ამ რეალურად დაბომბებს, გასაგებია, რომ ეს დასახლებული პუნქტები თავისუფლდება, მაგრამ ის არტერიები, რომელიც არის ომისათვის მზად და რომელიც აწარმოებენ უშუალოდ ლოჯისტიკის მიმართულებით დახმარებას, ეს ყველაფერი არის რუსეთის თვალსაჩინოს არეში მიმართულებით, რომ მათ ამოღებული ყავთ მიზანში მოწინააღმდეგე. თავის მხრივ არც დასავლეთი არ ფიქრობს, რომ უკან დაიხიოს. ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ ხელისუფლებაში ცვლილებები ხორციელდება და შეიძლება მოვიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში ის ხელისუფლები, რომლებიც უფრო ლოიალურ პოლიტიკას აწარმოებენ რუსეთის მიმართ. აი ხა მაგალითად დაპირისპირება იყო პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რაღაც წარმომადგენლებსა პირველ პირებს შორის იყო ზელენსკისა და პოლონეთის პირველ პირს შორის და აგერ ჩავიდა ეხა ზელენსკი პოლონეთში, იმიტომ რომ იცით რა არის განხეთქილებები შეიძლება იყოს, მაგრამ ისინი მაინც მათ აერთიანებთ მათი საერთო მტერი. მათი საერთო მტერი არის რუსეთი, დასავლეთის, ამერიკის, უკრაინის და ამიტომაც ისინი ერთნი არიან ამ საკითხში. შეიძლება ერთმანეთს ვერ იტანენ ეზიზღებათ, მაგრამ ამ მიმართულებით ისინი არიან გაერთიანებული. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გველის ძალიან დიდი კატაკლიზმები და მე არ მინდა რომ ჩვენ ავირჩიოთ ისეთი გზა, რომელიც საქართველოს დააზარალებს, რომელიც საქართველოს დიდ პრობლემებში და დიდ ჩარში აღმოაჩენს. ჩვენ 41-45 წლებში რომ არ აგვერჩია სწორი მიმართულება, დღეს საქართველოს იმ პერიოდში საქართველოს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ კი დანაკლისი განვიცადეთ დემოგრაფიის მიმართულებით, მაგრამ დანაკლისი იქნებოდა გაცილებით დიდი. ჩილო-კავკასიელების გადასახლება თავიანთი ქვეყნებიდან გამოწვეული იყო იმითი, რომ მათ სხვა გზა აირჩიეს ომის დროს და ამის გამო სტალინმა ისინი დასაჯა. ამიტომ ჩვენც არ უნდა დავისაჯოთ არასწორი გეოპოლიტიკური კურსის არჩევის გამო. ეს კი განსაზღვრელი იქნება იმისათვის, თუ რა პროცესები განვითარდება. დღეს ძალიან კარგია, ბევრსაც შეიძლება უნდა რომ საქართველოს იყოს ესეთი რაღაცა ნეიტრალური, მაგრამ ვერ გამოვა მეგობრებო ეს ყველაფერი. ვერ გამოვა ეს. ჩვენ შეგვიძლია
თავი მოვიტყუოთ, მაგრამ ჩვენ მოწინააღმდეგებს ვერ მოვატყუებთ. და როდესაც ვლაპარაკობ, მე ვთქვი, რომ შევარდნაძის გაზრდილი ლეკვები არიან მეთქი ქართულ პოლიტიკაში, ამას როდესაც ვსაუბრობ, მახსენდება სწორედ ამ ნეიტრალიტეტის და ამ ლავირების პოლიტიკის გამო დავისაჯეთ ჩვენ რომ მაშინ ნატო არ გვეყვირა და ევროკავშირისკენ რო სწრაფო არ დაგვეწყო ისევ შევარდნაძის დროს, ჩვენ აფხაზეთს და ცხინვალს არ დავკარგავდით, იმიტომ რომ მაშინ პუტინი მე არაერთხელ მინახებია თქვენთვის კადრები ჩამოდიოდა და ლაპარაკობდა დევნილების დაბრუნებაზე, ლაპარაკობდა რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შევარდნაძემ იმდენ იქნა რომ ამ ნატოსკენ სწრაფვისა და ესე იგი ევროკავშირისკენ სწრაფვის გამო ქვეყანა დაისაჯა. ეხლა ნატო არის ბლოკი, რომელიც ყოველთვის იყო საბჭოთა კავშირის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აქეთკენ ყველაფრისკენ სწრაფვა ჩვენ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩვენ უნდა დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა, ბევრი კი ხარობს ახლა ამ ვაილდბერგზე დარტყმებითა და ამ ხანძრებით, რომელიც არის სხვადასხვა ობიექტებზე, მაგრამ ერთი ნახეთ ევროპაში რა ხდება. 5000-მდე ადამიანი შემცირდა პორშეს საწარმო, ასევე ხურვის პირას არის სხვა დიდი გიგანტები. ევროპაში კატასტროფული სიტუაციაა, მეგობრებო. ახლა ამას თქვენ ხშირად ვერ გებულობთ იმ პროპაგანდისტული არხებისგან, მაგრამ ევროპა გაცილებით დიდ კრიზისში არის. გაცილებით დიდი დარტყმის ქვეშ არის. რუსეთი გაუძლებს ამ წნეხს. შესაძლოა კი იქ რაღაცა არის დისკომფორტი, საწვავი 20 litrია, 30 litrია რაღაცა ეს დრონები დაფრინავენ, მაგრამ ეს ხო ომია. მაგრამ რუსეთს აქვს ყველაფერი. ის რაც უჭირდება ომს, რაც ჭირდება შერღებას, აქვს თვითონ ის საწვავი, ნავთობი, თვითონ იარაღის საწარმოებლად ყველაფერი აქვს და ამიტომ ეს ომი თუ გაიწელება, ევროპა გამოიფიტება და რუსეთი ვერ გამოიფიტება, იმიტომ რომ რუსებს აქვს ყველა ეს ნედლეული. ამიტომ როგორ უნდა მოუგოს ევროპამ და ამერიკამ, თუ შიგნით რა თქმა უნდა რუსეთში არ მოხდა რაღაცა უბედურება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რომ მეფის რუსეთი ნიკოლოზ მეორე ნამდვილად არ დამარცხდებოდა, შიგნიდან რომ არ მოხდარიყო ეს გადატრიალება, რევოლუცია, კი ცოტა ყიფე იყო ხელისუფლება, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ისინი საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე წარმატებებს აღწევდნენ და ბრიტანულმა დაზვერვამ მოახერხა ის რომ შიდა გადატრიალება მოაწყო რუსეთში. ამიტომ რუსეთის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ შიგნიდან და გარედან რუსეთს ვერ დაამარცხებს. ამიტომ ჩვენ ხშირად ვხედავთ რომ როგორი დაპატიმრებები არის თავდაცვის სამინისტროში, თითქმის ყველა რგოლის ხელმძღვანელი პირები დაიჭირეს, ასევე დაპატიმრებული არიან ძალიან ბევრი ადმინისტრაციისა და სამხარეოს რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელები. ეს ის ხალხია, მეგობრებო, სწორედ ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ იქითკენ არიან მომართული, რომ მოამზადონ ნიადაგი იმ ახალი რევოლუციისათვის. ახლა კონსტანტინ სივკოვი არის გამოცდილი ექსპერტი და სამხედრო ექსპერტი და ის საუბრობს, რომ მათ უნდათ ამ ზუსტად დარტყმებით, რომლებიც მიმართული არის ზუსტად ამ დრონებით ნავთობაზებზე, მოახდინონ იმ სიტუაციის შექმნა, რომ უკმაყოფილება გამოიწვიოს საზოგადოებაში, დისკომფორტი, რომ 20-30 ლიტრის მეტი არ შეიძლება. კიდევ რომ ღელვარება და უკმაყოფილება იყოს საზოგადოებაში და ამიტომ ჩვენ ამას არ უნდა წამოვეგოთ, ახალი 1917 წლის რევოლუცია არ უნდა მოხდეს რეალურად რუსეთში. ეს არის მათი გარკვეული პირველი ამოცანა და დღეს ეხლაც პრინციპში წინა წლებისგან განსხვავებით, იმ წარსულის წლებისგან განსხვავებით, თუ მაშინ რევოლუციონერები იყვნენ და აქტიურად მუშაობდნენ, დღეს რუსეთში ფაქტობრივად ჩვენ აესურათი არა გვაქვს. არ არის ის ოპოზიცია, რომელიც არც არის ის ლიდერები და რევოლუციონერები, რომლებიც ხელში აიღებდნენ ამ ბრძოლის სადავეებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ის სხვა დროა, ამიტომაც ამ ხელისუფლებამ წინა წლების გარკვეული წინა საუკუნეებში განცდილი გარკვეული წარუმატებლობების მაგალითები, რა თქმა უნდა, მხედველობაში მიიღო და ჩვენ ახლა სულ სხვა რუსეთს ხედავთ, სულ სხვა რეალურად მიდგომებს ხედავთ. ახლა ვიღაცა სისუსტეად მიუჩნევს რუსეთის ხელისუფლებას ის რომ რაღაცა ისე აქტიურად ვერ მიდის ომის რაღაცა მიმართულება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს
რუსეთს ებძვის ამერიკა, რუსეთს ებძვის ევროპა, რუსეთს ებძვის ფაქტობრივად, ნახევარი მსოფლიო და აზიისა და აფრიკის ქვეყნების გარდა და ინდოეთის გარდა, და მაგრამ ესენი არიან ძალიან დიდი გამოწვევა რუსეთისათვის და მაშინ როცა ჩვენ სამამულო ომში ვიყავით ჩართული, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელშიც უკრაინა შედიოდა და ყოფილი პოსტსაბჭოური სივრცეები, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის მხარეს საბჭოთა კავშირის ქვეყნები არათუ დგანან, არამედ პირიქით მის წინააღმდეგ ყვიდიან, თავად უკრაინა ომობს, მის წინააღმდეგ აზერბაიჯანი, აგერ უკრაინელებს ეხმარება, სომხეთი არის გამიჯნული, ყაზახეთი თამაშობს, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და კიდე თავიანთ პოლიტიკას ატარებენ, ხო და ეს ყველაფერი უკვე სხვა რეალობას სცემს ამ ყველაფერს. ანუ ეს ის საბჭოთა კავშირი არ არის, ეს ის ქვეყანა არ არის, რომელიც აწარმოებდა ომს ფაშისტების წინააღმდეგ, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ გველის ძალიან დიდი გარკვეული გადაადგილებები და უბრალოდ ძალიან ისეთი შორს მიმავალი და გამჭრიახი გონება უნდა გქონდეს და ქვეყანა უნდა მზად იყოს ყველა კატაკლიზმებისათვის, რასაც ჩვენ ვერ ხედავთ, ქვეყანა იმის მაგერად ძლიერდებოდეს, არაბები შემოდიან და მიგრანტები შემოდიან და რა ვიცი მე და ქვეყნიდან ხალხი გარბის და ქართული საქართველო აღარ იქნება, მალე ასე თუ გაგრძელდა, ეს იქნება არაქართული საქართველო და ესეთი საქართველო არავის არ უნდა ალბათ, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ არ ვიცი თუ ქვეყანაში უმცირესობაში ვიყავით, ეს ნამდვილად არ იქნება და არც მომავალი თაობები გვაპატიებენ და არც ჩვენი დიდი წინაპრები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ის რიციც დავიწყე კიდე მე როგორც ვატყობ ხელისუფლებაშიც გარკვეული ამ მიმართულებით ცვლილებები მზადდება და ამას თქვენ თვითონაც ნახავთ ჩემო მეგობრებო.